გამარჯობა. მე ირაკლი ვარ და ევროპაში მოტომოგზაურობაზე წლებია ვოცნები. ეს კი ჩემი ძმაკაცი ოლეგი. ერთ შვენიერ დღეს გავაცნობიერეთ, რომ სიცოცხლე გადის და სწორი მომენტი უბრალოდ არ არსებობს. ამიტომ ბევრი ფიქრის გარეშე გზას დავადექით. 21 დღეში გავიარეთ 9200 კილომეტრი და 11 მხრება. მაგრამ მოგზაურობა ზედმეტად მარტივი რომ არ გამოსულიყო, დავამატეთ წვიმა, ქარი, სიცხე, სიცივე, სერკვა, სიგნალე, სინათლე და უამრავი თავგადასავალი. ეს არის პომპეის ამფითეატრი. ეს არის მოგზაურობა, რომელმაც სამუდამოდ შეგვიცვალა. ვაიმე, რა მაგარი ხედია, ოღონდ შენ არ გაიხედო, შენ წინ იყურე. მიწა ისეა მოვლილი თითქოს სავარცხლითაა დავარცხნილი. რამაც ყველაზე მეტად გამაკვირვა მიტოვებულ სახლებსაც კი ეთყობა ზრუნული. აქ მართლა გრძნობ რამდენად აფასებენ მიწას და რამდენად ღრმაა შრომის კულტურა. თუ მოტოციკლზე მძღოლი შეამჩნიეთ, რომელსაც ერთი ან ორივე ხელი გაშვებული აქვს საჭაზე. ესე იგი ის ყველაზე დიდ სიამოვნებაში. ამ მომენტში აღარ მართლა. თითქოს სადღაც ასტრალში ხარ გასული და უბრალოდ სივრცეში გადაადგილებით თქვენ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.
აქ მაგარი კადრები გამოვა რა. ქალაქი ტოლუე სრულიად შემთხვევით შევამჩნევთ და გადავწყვეტეთ ცოტახნით გავჩერებულიყავით გადასაღები. როგორც კი გავჩერდით, შორიდან რითმული დარტყმების ხმა და ყიჟინა მოგვისმენთ. გადაღებისას აღმოაჩინეთ, რომ ფეხბურთის მატჩი მიმდინარეობდა. საოცარი ის იყო, რომ ასეთ პატარა და ლამაზ ქალაქშიც კი ფეხბურთელებს წარმოუდგენელი მხარდაჭერა ჰქონდათ. გულშემატკივრები კი ნამდვილზე იმში. აშკარად იგრძნობოდა, ეს უბრალოდ თამაში კი არა, მათი კულტურის ნაწილი. მისლიდან რომ გამოვედით, ისეთი შეგრძნება იყო თითქოს სხვა სამყაროში მოვიდეთ. მართლა არ ვიცი, როგორ უნდა აუღწევო ან გადმოვცე ეს სილამაზე. კამერამაც კი ვერ შეძლო იმ მომენტის დაფიქსირება. რუბლებს შორის თითქოს 6-4-ის კარი გამოჩნდა. ალბათ უფრო ამას ვერც კი წარმოვიდგენთ.
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ნეაპოლში ჩამოვედით. სასტუმროში დავბინავდით, ცოტათი მოვწესრიგდით და მიმღებში ვიკითხეთ უახლოესი რესტორანი. არც საუკეთესო, არა ყველაზე იაფი ან ძვირი, უბრალოდ უახლოესი ღია. მივედით და ჩვენმა მასპინძელმა ოფიციანტმა მენიუთი მოგვაკითხა. ვეუბნებით, იცით, პირველად ვართ ნეაპოლში იტალიურ სამზარეულოში დიდად ვერ ვერკვევით. იქნებ თქვენ გვირჩიოთ რამე? აპაპაპაპაპ, მეტი სიტყვა არ გამაგონოთ. დამელოდოთ. და დაიწყო. უგემრიელესი აპეტაიზერები, მერე ზღვის პროდუქტების პასტა, თევზი, ბოთლი ღვინო, მომსახურება წარმოუდგენელი, თევზიდან ხებსაც კი თავად გვირჩევთ. მოკლედ, ვინც გურმანები ხართ, ნეაპოლი აუცილებლად უნდა ჩაწეროთ თქვენს სიაში. მოკლედ, რაც ყველაზე მოულოდნელი იყო, ყველაფერი ერთად სულ რაღაც 100 евро დაგვიჭდა. ფაქტობრივად იგივეა თბილისში რესტორანში 100 ლარი რომ გადაიხადე. 100 ტრაპეზში ეს უბრალოდ წარმოუდგენელი. მერვე დღეს დაახლოებით 310 კილომეტრი გავიდა. გამოდიანეთ ქართველები და ბრეცხავად იწყებენ მუშაობას ზოგი ხალხური. გთხოვთ არ დაიზაროთ არხის გამოწერა, დაკომენტარება, მოწონება. ეს უკავშირი დიდი мотивაციაა ვიდეოების გაკეთების გასაგრძელებლად. მე-9 დღეს დასვენება გადავწყვეტ. 8 დღე გაუჩერებლად გზაში ვიყავით და ერთი დღე ნეაპოლისთვის ნამდვილად არ გვაწყდა. პირველი მისია საბერძნეთში დაკარგული ერთი ეარპოდის შეძენა. ოლეგი ძალიან მიყვარს, მაგრამ მისი ხრინის ფონზე ხურსასმენის გარეშე ძილი უბრალოდ შეუძლებელი. მერე მოტომაღაზიებში შევიარეთ. ბევრი მოდელი ცოცხლად ნახეთ. ისეთი, საქართველოში რომ მხოლოდ ინტერნეტში არსებობს. დანარჩენი დრო ნეაპოლის ქუჩებში ხეტიალს დავუდგა.
ვარდი, короче, განსუდგე ხან არის და სივად შენ ვასწავლებ სანქარიზე ვასწავლა სალამი, ეს არის ჩვენი მოგზაურობის მე-10 დღე. ვართ ნეაპოლში, სასტუმრო ევროპაში ვარ. დავდივართ დღე. მე-9 დღე დავისვენოთ, მოკლედ ასე წავედით, დავშევით ნეაპოლში, ქალაქი დავათვალიერეთ, გემრიელად ვისაძილეთ. გავეცანით აქაურ კულტურას. მოგვეწონა ძალიან. და ახლა მემზადებით ვაგზელებთ გზას. გვინდა გავიაროთ პომპეი, ვნახოთ და ვეზუვი. და შემდეგ რომისკენ გავუღოთ. აბა, ნახოთ. წარმატებები ჩვენ. Ready for Pompeii. პომპეიში ვარ. პომპეის არ ვიყრობ, პომპეის სადაც არის კარგი ადგილია და თავის ადგილი აქვს. არ ვეხები. პომპეი არის ჩემი ბავშვობის ნაწილი, ინფლუენსების ნაწილი და ჩემთვის ძირფას. ამიტომ მოვალ დავათვალიერეთ, ნახავთ რომ ყველაფერი კარგად არის და წავალთ. და დავტოვოთ სადაც არის. კარგი. სამწუხაროდ დრონით გადაღება აკრძალული იყო და მხოლოდ 360 კამერით შემოვიფარგლეთ. პომპეი მხოლოდ უძველესი ქალაქი არ არის, რომელიც ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ რამდენიმე საათში გააკეთა.
აქ 1971 წელს Pink Floyd-მა ჩაწერა ლეგენდარული ლაივი. ეს ადგილი მუსიკის ისტორიაში შევიდა. კონცერტი მაყურებლის გარეშე ჩატარდა. იდეა იყო, რომ მუსიკა დარჩენილიყო მარტო. დროისგან დაცლილ ქალაქში, სადაც ცხოვრება ერთ დღეში გაჩერდა. ჯგუფმა სპეციალურად აირჩია პომპეი, რადგან მათთვის ეს ადგილი იყო სიმბოლო. ცივილიზაცია, რომელიც გაქრა და მუსიკა, რომელიც დროს არ ემორჩილა. ეს არის პომპეის ამფითეატრი.